შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით ქარელში საკონსულტაციო საბჭოს მორიგის ხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე დაფინანსებული სამუშაოები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. როგორც მუნიციპალიტეტის მერებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში განსახორციელებელი ახალი პროექტებიც მოიწონეს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება. დღეს ქართლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საკონსულტაციო საბჭო, სადაც განხილული იქნა 5 საკითხი. ძირითადი საკითხები ეხებოდა რეგიონულ განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, ასევე მაღალმთიან სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში შეტანას, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელების სამუშაოების მიმდინარეობას და სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხებით სამუშაოების მიმდინარეობას. შეხვედრას ესწრებოდა როგორც გორის მუნიციპალიტეტი, ასევე 4 მუნიციპალიტეტი. ქარელში ჩატარდა საკონსულტაციო საბჭო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, რომელსაც ესწრებოდით 4 მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები. განვიხილეთ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, აგრეთვე სოფლის პროგრამების მდგომარეობა, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარე პროექტები შესრულება. კასპიის მუნიციპალიტეტმა კონკრეტულად განვიხილეთ სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი პროექტის მიმდინარეობა სოფელ წინარეხში და შეფასდა დადებით.